საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ეხლა ამ წუთში ვიმყოფებით სამგორის რაიონში და მინდა ერთ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდება, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობთ და მინდა გითხრათ, რომ ეხლა ამ წუთში ვიმყოფებით ალუაშვილების ოჯახში, რომელიც, ეს კონკრეტული სივრცე, კონკრეტული სახლი ჯერ მათ არ უნახავთ. მათ იციან, რომ ეს არის მათი საკუთრება, გუშინ მოხდა მთლიანად მოწყობა, მოწესრიგება, დასუფთავება, ავეჯის შემოტანა და ომიკო თავისი დებით, ძმებით და მამით ძალიან მალე გვესტუმრება და ერთად უკვე შეგვეძლება ერთად დავათვალიერებინოთ ეს საცხოვრებელი ბინა. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობა ნაგებობების დემონტაჟი გაუკეთა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩენილა საცხოვრებლის გარეშე. ეს იყო ის შენობა ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე ხდებოდა უკანონოდ მშენებლობა. ეხლა აღარ დავიწყებ კიდევ ერთხელ იმის ახსნა განმარტებების გაკეთებას, თუ როგორი მიდგომები, როგორი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვართ ალუაშვილების ოჯახში და მეც ძალიან მიხარია და ემოციებს ვერ ვალავ, მართლაც ძალიან კარგი სივრცეა და დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ კონკრეტულ ბინაში. ალბათ მალე მოვლენ ისინიც და ერთად შეგვეძლება დავათვალიეროთ, თუმცა მანამდე შეგვიძლია ვნახოთ ეს საძინებელი არის ეს სამზარეულო პროდუქტები იქნა ასევე შეძენილი. რა თქმა უნდა, მომავალშიც დავეხმარებით და ხელშეუწყობთ ყველანაირად მაქსიმალურად ეს სამზარეულო თავისი მაცივარით აქ ვარცდების ველი წერტილი უნდა იყოს. ესეც მოწესრიგებულია ყველანაირად. აქეთაც რო ვაჩვენოთ, აქაც ერთი საძინებელი გვაქვს. აქეთაც შეგვიძლია გამოვიდეთ. ესეც რო დავათვალიერებინოთ. ეს ალბათ ომიკოს საძინებელი იქნება. კარგი, მალე შემოგვიერთებიან, ჩვენ აქ შეგვიძლია გავაგზავნოთ. მინდა ასევე იმაზეც ვისაუბრო საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გავაჟღერეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მე მგონი მოვიდნენ ახლა. მოვიდნენ. მოდით. როგორ ხარ, რა? მოდით, ბავშვო. მოდით, ნახეთ, მოდით. გილოცავთ. ეს არის შენი ოთახი. ეს იქნება შენი ოთახი, ხო? ეს იქნება ომიკოს ოთახი. ეს იყოს ომიკოს. სამი საძინებელია, გადანაწილდებით, ყველა თავისუფლად დაეტევით. აქ არის ერთი საძინებელი. შენ რატო ხარ მოწყენილი? რატო ხარ მოწყენილი?
მოდი. გაო, ჰა? ჰა? გაო. ესეც ნაძვის ხის ის არის, რა ქვია, სათამაშოები და ჩამოვკიდოთ, ხო? ბავშვებო, ნაძვის ხეზე სათამაშოები ჩამოვკიდოთ. დავკიდოთ სათამაშოები? მოდი, ეს ნაძვის ხე ხა წყვეს ბიჭებმა და ესენი ჩამოვკიდოთ, რომ მოიცა, აი, დავმართვი. მოდი, შენც დაკიდე. აი, ჩამოკიდე, აი ეს გახსენი და ამით ჩამოკიდეთ, რა. მოდი, ჩამოკიდე შენც. ეს პატარა. მოდი, შენც ჩამოკიდე, მოდი. მოდი, ჩამოკიდე. მოდი, მოდი ჩემთან. მოდი, ერთად დავკიდოთ, მოდი. მოდი. ომიკო, შენ დაკიდე ეს. აი ეს. აი, დაკიდე ესა. დაკიდეთ, გაიხადეთ ისინი, რა ქვია, კურტკები. აქ ყველაფერი არის, ის დასაკიდებელი კარადები ყველაფერი არის, რა. აუცილებლად. ეგ გამოწია ჩვეულებრივად შედივა. აბა, ომიკოს ოთახი უნდა ვნახო ეხლა. ნახე, პროსტა გალამაზია თქვი. აქ მეცადინე. აქ შევინახავ. რაღაცებს, ხო, აქ სათამაშოებს დავაწყობთ. კი, სათამაშოებს. აბა, შემდეგი Amo. Vidi. E cazzo sì? Bacciamo. Aspetta la festa. Aba? ომიკო, ველოსიპედის ტარება ხო იცი? აი, ესე ჩენია. რო ქვემოთ რო ჩახვალთ ხოლმე, იკატავებთ ხოლმე ველოსიპედით. და შენ ძმებსაც ათხოვე ასწავლე ამათაც. ესენი ჯერ პატარები არიან, მაგრამ აქ ისიც არის, სარეცხი მანქანაც არის. შიგნით არის მოთავსებული, რომ დაგჭირდეთ ყველაფერი. მაცივარიც არის. ეს პროდუქტები ხა დროებით რაც დაგჭირდებათ მაქსიმალურად კიდევ იმას ვიზავთ. მოგიტანთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილები იყოთ. ალეკო, ჩემი ოთახი ჩავკეტე. ჩემი და შენი ოთახი ხო ის არის? ჩემი ის არის ხაჭრია მე. არა, კი, ჩემია ეს. მოდით. ჩემია ეს. დაბაგეგო. აბა ეხლა მოდი. მოდი, აი უნდა მოგილოცოთ ახლა და ჩვენ მე თავს აღარ შეგაწყებთ. მე დაგტოვებთ, რომ წყნარად, ნარა, ხმა არ ექნება. ნუ გეშინია, არა, ხმა არ ექნება, ისე გავხსნით. აი, всё. თქვენ ბავშვებმა ლიმონათები დალიეთ. ჩვენ სიმბოლურად მოგილოცავთ და ჭიქები არის იქ და გამოვიტანთ რა. აი გილოცავთ კიდევ ერთხელ და აი სულ ბედნიერები იყავით, გახარებულები იყავით და აი სულ ხინი, ბარაკა, ბედნიერება არ მოკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. მოდი. სულ მაგრად იყავით. ბავი, ბარაკა და ყველაფერი საუკეთესო თქვენს ლამაშვილებთან ერთად და იცოდეთ, რომ მაქსიმალურად ყველანაირად ჩვენი მხრიდან გექნება თანადგომა და მხარდაჭერა. მაგრად იყავით და ბედნიერ
შობა ახალ წელს, დასწრებოდით, გილოცავთ კიდევ ერთხელ. აბა მაგრად იყავით. გაიხარეთ. მოდი მომიჭახუნე. აი. აი ეს გასაღებიც ჩაიბარეთ გასაღები. ეს იყო რაც გვინდოდა გვეთქვა მეგობრებო, ეხლა ოჯახს აღარ შევაწუხებთ, დავტოვებთ, ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაგიხარდათ, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს და რა ვიცი, აი ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, ჩვენ კიდე გვექნება შესაძლებლობა ჩართვის, კომუნიკაციის, სხვადასხვა თემებზე საუბრის და რა ვიცი, ძალიან მიხარია, ასევე მინდა მიმართო ბიზნეს სექტორს, ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ ვაკეთოთ სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა, სიკეთის კეთება, ეს არის გადამდები და რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით, ამაზე მაგარი გზნობა, ამაზე მაგარი არაფერი არ არსებობს. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, ყველას მინდა მშვიდობიანი და ლამაზი საღამო გისურვოთ. უნდენო დღეების განმავლობაში შევხვდებით. აბა დროებით, ბედნიერად.